ვიდეოს ბავშვობის ნოსტალგიასთან დაკავშირებით. ეს ვიდეო განკუთვნილი იქნება კონკრეტული თამაშის კონკრეტულ მეპზე. ეს თამაშია Counter-Strike 1.6 ვერსია, რომელიც მე ვითამაშე ცხოვრებაში პირველად კომპიუტერზე. და ანუ სრული შოკი მქონდა, ანუ ჯერ ვერც სიარული არ ვიცოდი, ხანამებით დამყავდა, ხანამ ღილაკებით, სროლა სანამ დავამუღამე, სანამ სკილები განმივითარდა და სანამ გავხდი სასურველი ადამიანი, ვისაც ჯგუფში აიყვანდნენ, ამისთვის დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ ის ემოცია მინდა გავიხსენო, პირველად დავჯექი, ჩემმა მეგობარმა წამიყვანა. ეს იყო ვაზის უბანში, სადაც ცხოვრობდი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, მოგითხოვ ვაზის უბნელებს. ეს იყო ვაზის უბანში, ვაზის უბნის დასახლებაში, მეათე კორპუსის, ზედი გრძელი კორპუსია ძალიან, ეს მეათე კორპუსი და მეათე კორპუსის ძირში იყო გახსნილი პირველ სართულზე, აი თუ სწორად მახსოვსა თუ არ მეშლება. იქვე იყო სონები, გზის იქით, ზურა მიწიას ქონდა გახსნილი, ესე მოიხსენიოთ. და სონების მერე ეს იყო PlayStation-ის მერე ეს იყო რაღაცა იმის ნახტომი ჩემთვის, გრაფიკა, ერთმანეთში თამაში, მაუსი, კლავიატურა, რაღაც აი მე-9-ზე ვიყავი და პირველად ვითამაშე მაპი, რომელსაც ერქვა Assault-ი, ალბათ გეცოდინებათ. შევალ და ზუსტად მაგ მაპს დაგათვალიერებინებთ და ისევ იმ ემოციას გავვლი, რა ემოციას გამიცადე. დაახლოებით ვიძახი 20-22 წლის წინ, ძალიან პატარა ვიყავი, შეიძლება უფრო ქვედა ასაკშიც, ზუსტად არ მახსოვს და ეს იყო ჩემთვის აი სრული შოკი, სრული ავაკს ვებიც არიან, არ ვიცი სხვებთან ერთად როგორ დავმოვა თამაში, მაგრამ ვეცდები. ავიღო რამე, აკას ავიღებ, აი რა მეგობრებო. და რამედა მეთქვა. ამას ვთამაშობდით Counter-Strike-ს, ქონდა სხვა ნიკები. ქონდა სხვა ნიკები, სახელები. მე მერქვა Mr. Frosty, ეს მახსოვს. ჩემ მეგობრებს ვაიმე. ვერავჩი ხედანით, მაგრამ არ ავშავს. ეხლა გავთიშავ ამ თამაშს და მარტო ვითამაშებ, უბრალოდ მეპს დაგათვალიერებინებთ. და პირველი ჩემი დაწყება იყო, პოლიციელი ვიყავი და დავიწყე აქედან. ეს იყო შოკი, ანუ ჩვეულებრივი შოკი მივიღე, არ ვაბუქებ არანაირად, 4-2, ვაიმე სნაიპერი. აუ, სნაიპერი 4-2, ოკეი. ამის მერე ვითამაშებ ხალხთან ერთად, ეხლა უბრალოდ დაგათვალიერებინებთ მაპს. აუ გული ისე მიფანცქარებს, რომ რა ვიცი, თითქოს ხატავდი სხვა სტენსილებს კედლებზე. და ესე ვერთობოდით ამ მაპზე. აქეთ როგორც მახსოვს, ძევლები არიან, use get follow me. ხა უნდა უთხრა follow me და არ ვიცი როგორ უთხრა follow me. Help change team, help team message. არ ვიცი ნახდათ როგორ უნდა უთხრა follow me. იმიტომ რომ რაღაცა უნდა დავაწყო, არ ვიცი და არ უშავს. გავაგრძელებ მაპის დათვალიერებას. შეგვიძლია ამათ შუბლები გავუხრიდოთ. ან დავჭეხოთ ეს არა უშავ. აკარია საძრომი, სნაიპერები ძირთადად სახურავებზე ვიჯექით ხოლმე. არ შეიძლებოდა არც ერთ ვარიანტში კემპერობა ნიშნავს ანუ ჩასაფრებული რო ხარ და ელოდები ანუ და ზურგში რო ესული ეს არ მოსული იყო, დაუწერელი კანონი იყო ჩვენთვის Counter-ის მოთამაშეებისთვის და ასევე არ შეიძლებოდა იყო რაღაცა ჩეთები
რომელსაც იყენებდნენ, რაღაც კედელში ხედავდნენ და ასე შემდეგ და ეგეც დაუწერელი კანონი იყო, ჩეთერი თუ იყავი, არ იყავი და кай ტიპი ესე ვთქვათ რა. პირველად ამ უძვერი ამ კონტეინერზე არ ვიცოდი რა მეკეთებინა და უბრალოდ ვიჯექი და ვაუ, ეს სადღა რა ვარ, ვაიმე ღმერთო და აი ეს უყურებდი ხალხს, არც არავის არ უყავდი არაფერი, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მე მოძრავა, როგორ მესროლა და მე ჩვეულებრივი ბავშვები ნამდვილად ითვისებენ და მეც ადვილად ავითვისე ეს ყველაფერი. ეხლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვაკ ისევ ავიღო 20 ადამიანში ჩავთო და ისევ ავიღო სნაიპერი და სადმე სახურავზე ჩაუждე. აი არც მახსოვს ზუსტად 1 2 ავიღე სნაიპერი და წავედი გრიშაზე. სახურავზე. აქედან უნდა მოვიდნენ, ანაკედან რა თქმა უნდა. ესენი ჩემები არიან. აქ რა ხდება? დახოცეს ყველაფერი. ჩემიანია. ეს დააგდეს. ეს კუთხევა კონტროლ ტოპა, ოპა. დავაგდე, ვერ დავაგდე. დავაჰეჩოტე, აბა რა ვქენი. ახსოვს რაღაცეები რა, ფლადისი არ ვარ. 71%-ზე მაქვს. სიცოცხლე, ამიარაღით მე ქვემოთ ვერ ჩავალ ნამდვილად, იმიტომ რომ ეგრევე დამაგდებენ. ანუ სრული სასწაულია, ანუ რომ ახსენდება დღეთან ღამე ვთამაშობთ. მე გაიხსნა ეს ეჩოტი ეგრევე. მე გაიხსნა ეს ინტერნეტ კაფე, სადღაც მეორე მიკროში, არა მეოთხე მიკროში ზუსტად არ მახსოვს, ესეც დავაგდე. რაღაცები მახსოვს, ანუ საერთოდ არ მითამაშია, უბრალოდ ჩავთე, დავმოდიალოდი მებზე. ესეც დავაგდე. ესეც მივახატავ, რაღაცები წერება და აუ მარტო და ნახე რამდენი სასტავი დარჩა იქ. მათი გონგი. ანუ კარგად გამომდის ასე თუ ისე რაღაცა დამწყებისთვის მაინც თითებს ახსოვს და მგონებას ზრავა და მოძრაობა. ეს მეორე თუ მესამე ვიდეოა რასაც წერე, რავი, იმედი ეს მაინც გამოდგება, იმიტომ რომ აქ იარაღის აღებაც კი არ ვიცოდი, ზოგადად 5 წუთია ყველაფერი დავამოყვა, მე 10 წუთია. და ვარ უბედნიერცი, ანუ იმ ემოციებს განვისთი, რასაც ბავშვობაში. მიჯობია აქეთ თავს დავესხათ ყველას. სახურავზე ხდითხანს ვეღარ ვიждები, ესე არაფერს არ მინდა. ამასაც არ მინდა აშკარად. ამითავდა ტყუილები და ავიღებს ყველას. კარგი, წავედით, აბა. ეს დავაგდი, რა ხდება მართლა, ანუ ესე მე არ ვთამაშობდი არანაირად, ანუ არ პირველად ჩავდე. ტექნიკური შეფერხება ქონდა, როდის მოხდით. სანდარინა ისე. არა, ჩესტერი მინდა. მარტო ვარ ჩემი მხრიდან და ესენი სად არიან? ძალიან გაუგებარია. მოვიგე, ანუ ეს არის რაღაცა სასწაული, რამდენი ადამიანი მოვყარე ღმერთო. 4-2 ისე ავიღე ეს, ისე ავიღე კრიშაზე, სახურავზე.
და ისევ დავიწყე ინდოებში აშკარად არ ამოდიან ისე რა ესე გამოდის ვიждები ერთი ბაქშა და სად არის არ ვიცი. ბოლო მოვკალე. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. არა, ერთ მაპსაც გათამაშებთ, რომელიც ძალიან საინტერესო მაპი არის. აი ეს არის ეს მაპი, აქ იქნება ისევ პოლიციელი და რახან ისევ არჩევა დავამოღამე რომ სნაიპერი ნავიღო. ავიღებ მაგაც სნაიპერს. ეს ემოცია ყველაფრად ღირს ჩემთვის. ძალიან გახარებული ვარ. მეორე ადამიანი მოყვა ისევაში. დაწერეთ კომენტარებში მეგობრებო, თქვენ რა ნიკი თამაშობდით, რა უბანში თამაშობდით. დაანითაც მოვკალი, აქაც მოვიდე მეგობრებო. ეხა უბრალოდ ამას დაგათვალიერებინეთ და ამითი ეს ვიდეო დასრულებული იქნება. სანამ ჩაირთვება, გაგახსენებთ, რომ Half-Life-საც თამაშობდით, ვისაც არ გახსოვთ, Half-Life იყო ესეთი თამაში, სადაც განსხვავებული იარაღები იყო, ზოგი დენს უშვებდა, ზოგს არბალეტი ჰქონდა, ზოგს რაღაც სხვანაირი თამაში იყო სულა. ამის შემდგომ შემდეგ ვიდეოში აუცილებლად Half-Life-ის ყველაზე ცნობილ ტურშიც შევალ, მეგათვალიერებინებთ. მოგითხრათ ჩემ ვაზისმელ ნაცნობებს, მეგობრებს. მისთან ერთად თამაშობდი, დიდი ხანია ზოგი არ მინახავს და YouTube-დან მოიგითხავთ. დიდი სიამოვნებით ვითამაშები ხა, ანუ ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ვისთან ერთად თამაშობდი ხოლმე ამას და დიდი სიამოვნებით განვცდი US, რაც ეხლა განვცდი. ეხლა უბრალოდ გათვალიერებინებთ, აქ ხდებოდა ხოლმე სასაკლაო ამ ადგილას. მეორე კარტთან სასაკლაო იყო ხოლმე, ან ჩვეულებრივი სასაკლაო, თუ მოვასწარი ხა ბომბი წრიპინებს და თუ მოვასწარი განახებთ. აი ამ კარებთან იყო სასაკლაო და იქ მხარეს. ძირითადად რა, აქ იმიტომ რომ ხის კარებია და ძრებოდა თხულიან და რაღაცა ნუ რამოდენიმე ადამიანის მოკლა შეგეძლო. ახლა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის, არხის გამოწერისთვის, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, იმიტომ რომ ეხლა დავიწყე, თან ისეთ ასაკში დავიწყე, ბევრ რამეს ეხლა ახლავს ვსწავლობ, თუნდაც მონტაჟს, გადაღებას და ასე შემდეგ და ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის თუ არხს გამოიწერთ, თუ მოგწონთ კონტენტი, რა თქმა უნდა, თუ არ მოგწონთ, შესაბამისად გამოიწერთ. და ასევე მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემ Facebook გამომწერებს, 277,000 გამომწერი ყავს Facebook-ზე, Facebook-ს ქვია 9pins, აქ ამონათდება. ამითი დაგემშვიდობებით,
ეს იყო Counter Strike-ის განხილვა 1 და 6-ის და შემდეგ ვიდეოში გავუდებათ Half-Life-ში. მადლობა ყურადღებისთვის.